მოგესალმებით ყველას, იმედია კარგად ხართ. დღეს თქვენთან ერთად მინდა განვიხილო რა არის არსებითი სახელი და რა დატვირთვა აქვს მას ფრანგულ ენაში. არსებითი სახელი არის მეტყველების ნაწილი, რომელიც აღნიშნავს სულიერს ან უსულო საგანს და ყოველთვის პასუხობს კითხვაზე ვინ და რა. მაგალითად, une femme და un livre. une femme არის ქალი, ანუ სულიერი საგანი და დაესმის კითხვა ვინ, ანუ ქალი. un livre არის წიგნი, უსულო საგანი და დაესმის კითხვა რა. ასევე ფრანგულ ენაში არსებით სახელს აქვს სქესი. ის შეიძლება იყოს მამრობითი სქესის ან მდედრობითი სქესის. მაგალითად, le soleil, მზე. le არტიკლი არის მამრობითი სქესის და მზე არის მამრობითი სქესის. la lune, მთვარე. la არის მდედრობითი სქესის არტიკლი და la lune, მთვარე გამოდის მდედრობითი სქესის. არსებით სახელს გარდა სქესისა აქვს კიდევ რიცხვი. ის შეიძლება იყოს მრავლობით რიცხვში ან მხოლობით რიცხვში. მაგალითად, un enfant, ერთი ბავშვი, des enfants, ბევრი ბავშვი, ანუ ბავშვები. un enfant მხოლობითშია, რადგან ერთი ბავშვია ხაზგასმით და des enfants არის ბავშვები. di არის მრავლობითი რიცხვის აღნიშნული არტიკლი და des enfants გამომდინარე აქედან არის მრავლობით რიცხვში. არტიკლი არის რამოდენიმე სახის, მაგრამ ჯერჯერობით პირველ რიგში ვისწავლით განსაზღვრულ და განუსაზღვრელ არტიკლს. l'article défini, განსაზღვრული არტიკლი. განსაზღვრული არტიკლი, როდესაც მსმენელმაც და მოლაპარაკემაც იციან რაზეა საუბარი, რა საგანზეა და რომელ საგანზეა საუბარი. ანუ ორივესთვის ის საგანი, რაზეც მიმდინარეობს ლაპარაკი, ორივესთვის ცნობილია. განსაზღვრული არტიკლებია la მდედრობითი სქესი მხოლობითი რიცხვი, le მამრობითი სქესი მხოლობითი რიცხვი და le მრავლობითი რიცხვი ორივე სქესისთვის. l'article indéfini, განუსაზღვრელი არტიკლი. განუსაზღვრელი არტიკლი, როდესაც არც მსმენელმა და არც მოლაპარაკემ არ იცის, რომელ კონკრეტულ საგანზეა საუბარი, ანუ ან პირველად ახსენებენ, ან ზოგადად რომელიღაცა საგანზეა საუბარი. განუსაზღვრელი არტიკლებია un მამრობითი სქესი მხოლობითი რიცხვი, une მდედრობითი სქესი მხოლობითი რიცხვი და de მრავლობითი რიცხვი ორივე სქესისთვის. სხვა საინტერესო ვიდეოებისთვის გამოიწერეთ ჩემი გვერდი და გამომყევით. დროებით.